კრისტოფერ ლისეკმა თბილისში შეხვედრები დაიწყო. ევროპარლამენტის დეპუტატი, რომელიც საქართველოს შესახებ გუშინ დამტკიცებული რეზოლუციის ერთ-ერთი ინიციატორია, ისტორიულ დოკუმენტს დღეს ქართულ პოლიტიკოსებს თავად გააცნობს. ლისეკი დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომაზე სიტყვით გამოვა. რეზოლუციის ტექსტში პირდაპირ წერია, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და ეთნოწმენდა განახორციელა. ლისეკი რუსეთს თხოვს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და საკუთარი არმია 7 აგვისტომდელ პოზიციებზე დააბრუნოს. დაიწყო თუ არა უკვე პარლამენტში ევროპარლამენტის დეპუტატის სიტყვით გამოსვლა ამ თემაზე საუბარ საკანონმდებლო ორგანოდან პირდაპირ ეთერში ზურაბ ხვისტანი გააგრძელებს. ნოდარ კშიშტოფ ლისეკის სიტყვით გამოსვლა ოდნავ მოგვიანებით იმართება, ამ წუთებში კი საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარი შეხვედრას მართავს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან და მათ აცნობს იმ უაღრესად მნიშვნელოვან რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო. ამის შემდეგ უკვე კშიშტოფ ლისეკის სიტყვით გამოვა ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე და აქაც განხილვის მთავარი თემა იქნება ის რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტის მიერ იქნა გუშინ მიღებული. ჩვენ შეხვედრის დაწყების წინ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს და ასევე საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს და ისინი ამბობენ, რომ გუშინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არის ისტორიული და უაღრესად მნიშვნელოვანი. მე შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი ცალსახად მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან. ასევე გუშინდელ რეზოლუციაში სამჯერ არის ნახსენები ტერმინი ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიები და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გუშინდელ რეზოლუციაში ევროპარლამენტი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ აღიარებს. აკითხეთ საქართველოს უსაფრთხოება ის აღწერა სიტუაციასაც რეალურად არსებობს კერძოდ ოკუპაცია ეთნიკური წმენდა რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა და მეორე მიმართულება ეს არის აღიარება საქართველოს როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი და ეს კომიტეტზე ბატონ ლისეკი რომელიც იყო მომსახურებელი ამ დოკუმენტზე თვითონ აღწერს იმ ვითარებას იმ გარემოებებს რა გარემოებებიც შედგადაც მოხდა ამ დოკუმენტის მიღება ევროპარლამენტში და ეს არის გაგრძელება ძალიან აქტიური დიპლომატიური და პოლიტიკური ბრძოლის რუსეთის წინააღმდეგ მანამ სანამ რუსეთი არ შეძლოს თავის აგრესიული პოლიტიკას მეზობლების მიმართ და ზოგადად სოფლის მიმართ. აუცილებელია ცნობილი იყოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად და აქ არის ашკარა მოწოდება როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ, ასევე მთლიანი საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ. მეორე ის რომ აუცილებლობა არის ხაზგასმული იმისა, რომ რუსეთთან ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოება მოხდეს, რათა რუსეთმა დაუშვას ევროკავშირის სამონიტორო მისია სრულად მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, როგორც არის პირდაპირ რეზოლუციაში ნათქვამი. ორი პოლიტიკური მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ის, რომ ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურად ევროკავშირი დასაშვებად მიიჩნევს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, ევროპარლამენტი ამ შემთხვევაში, რაც აქამდე არ იყო გაკეთებული და ევროპარლამენტმა პირდაპირ დაწერა სიტყვასიტყვით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ესე რომ ევროპარლამენტი ამ ტერიტორიებს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებად. ანუ ევროპარლამენტმა, რომელსაც გააჩნია ლეგიტიმურობის ყველაზე მაღალი ხარისხი ევროკავშირის ინსტიტუტების შორის, იმიტომ რომ იგი აირჩევა მთლიანად ევროკავშირის მოსახლეობის და მოქალაქეების მიერ პირდაპირ ეს განაცხადება მიიღო. კიდევ ერთი ამ წუთებშიც მიმდინარეობს კშიშტოფ ლისეკის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან და უკვე ამის შემდეგ, როგორც გითხარით, ევროპარლამენტარი სიტყვით გამოვა საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე და კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც დღის წესრიგით არის გათვალისწინებული, ეს არის პრესკონფერენცია ქართველი ჟურნალისტებისთვის, რომელიც აქ პარლამენტში 5:30-ზე დაიწყება. ნოდარ ეს იყო ზურაბ ხვისტანი და ის პარლამენტიდან საუბრობდა ქრონიკის ღია ეთერში პოლონელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის დეპუტატი კშიშტოფ ლისეკი თბილისში დღეს გამთენიისას ჩამოვიდა. ევროპარლამენტარი თავად ესწრებოდა ბრიუსელში პლენარულ სესიას, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცეს. ლისეკს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის წევრები დახვდნენ. პოლონელმა პოლიტიკოსმა თბილისის აეროპორტშივე ისაუბრა იმ რეზოლუციის მნიშვნელობაზე, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ გუშინ დაამტკიცა. საქართველოსთვის კარგი ახალი ამბავი მაქვს. ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. მინდა ის პირადად წარუდგინო საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს. ამისათვის შევხვდები საპარლამენტო კომიტეტების წევრებსა და პრეზიდენტ სააკაშვილს. ეს ვიზიტი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ერთწლიანი მუშაობის ერთგვარი შეჯამებაა. რეზოლუცია საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვიცით რა ხდება საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში და საქართველომ ისევე წარმატებით უნდა განაგრძოს რეფორმების გატარება და განვითარება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.